ჩვენ გირჩი დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ისტორიული დედაქალაქი იყო ქუთაისი და უნდა იყოს ქუთაისი. და ის რომ ქუთაისმა ფუნქცია დაკარგა, უკავშირდება იმას, რომ ფუნქცია მას ხელოვნურად ჩამოართვეს. ის სულ დედაქალაქი იყო. მაგალითად, მაშინ როცა დავიწყოთ, არ ვამბობ არაფერს ანტიკურ ნაწილზე და ყველაფერიც ის მედიას მითი და ასე შემდეგ, მაგრამ აი იმ დროს როცა არაბები არიან საქართველოში, თბილისი რო არაბებს აქვს დააპყრობილი, ვინ ასრულებს დედაქალაქის ფუნქციას? ქუთაისი ასრულებს. საქართველოს პირველად ერთიანი საქართველოს გამოცხადება სად ხდება? ქუთაისში ხდება აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქში. ანუ ის საქართველოს გაერთიანების სიმბოლოც არის. დავით აღმაშენებელმა მას მიცა საგანმანათლებლო როლი, რომელიც მას ჰქონდა, მათ შორის მაშინაც კი მე-19 საუკუნეშიც კი ჰქონდა რაღაცნაირად. აი, როდესაც კარგავდა სამეფო დედაქალაქის ფუნქციას, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელმა თბილისში გადაიტანა, ქუთაისი გელათის აკადემიის ფუნქციას იბრუნებდა. მერეც, როდესაც ერთიანი საქართველო დაიშალა, ქუთაისი სულ დედაქალაქია. მე-19 საუკუნეში ჯერ ქართლის, ანუ აღმოსავლეთს იპყრობენ რუსები. მერე ქუთაის. განსხვავებით ერეკლე მეფისგან, რუსეთთან მებრძოლი ორი იმერელი მეფე წმინდანია. იმის გამო რომ რუსეთს ებრძოდა. წმინდანები არიან რუსეთს შეწერული პატრიარქები ქუთაისიდან, იმიტომ რომ საპატრიარქო ტახტიც ყოველთვის ძლიერი იყო. ქუთაისის საპატრიარქო ტახტი, ანუ ქუთაისელები, ვინაიდან მათ შედარებით გვიან დაკარგეს დამოუკიდებლობა, მე-19 საუკუნის თერგდალეულთა მოძრაობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის არიან ილია ჭავჭავაძესთან ერთად. თბილისის უნივერსიტეტის დაფუძნების დროს ივანე ჯავახიშვილმა ფული თბილისში ვერ იშოვა, იმიტომ რომ უნივერსიტეტისთვის ფული რომ უნდა და სულ ან რუსულ, ან ტექნიკურ, ან ასეთ უნივერსიტეტებს თავაზობდნენ. ქუთაისში როცა ფული მოითხოვა, უთხრეს რომ ქართული უნივერსიტეტი უნდა დაფუძნდეს. ამიტომაც იყო საგანმანათლებლო ცენტრი, ამიტომ იყო ცისფერყანწელები იქ, ამიტომ იყო გალაქტიო ტაბიძე, ამიტომ იყო მაიაკოვსკი, ამიტომ იყო ის განსხვავებული და მას შემდეგ რაც კომუნისტები მოვიდნენ, ქუთაის ყველანაირი ფუნქცია ჩამოართვეს და გახადეს ინდუსტრიული ქალაქი. მერე შევარდნაძის დროს გახდა ქურდების ქალაქი. მიხეილ სააკაშვილმა ცადა დაბრუნება რაღაც ფუნქციის, მაგრამ დააბრუნა შენობა და არა ძალაუფლება. ხოლო ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ საერთოდ ყველანაირი ფუნქცია დაუკარგა ქუთაისს. ქუთაისი უნდა იყოს დედაქალაქი, ეს არის ჩვენი ტრადიციების აღდგენა. ეს არის ქვეყნის ცენტრში სწორი იდეა დედაქალაქის გადატანის. თბილისისთვის ეკონომიკური თავარი ეკონომიკური ქალაქის ფუნქციის მიცემა, როგორც არის მაგალითად ვაშინგტონი და ნიუ-იორკი. პოლიტიკური ფუნქცია ხელს უშლის თბილისს. მიტინგები, არეულებები ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჰავა უკეთესი, საჭმელი დასავლეთში არავის არ დაეწონება მოგეხსენებათ. აგერ ვიზიარიც კი იაფად დაფრინავს დიპლომატებს თუ ჩამოფრენა უნდათ. არ არსებობს ფაქტობრივად კონტრარგუმენტი თუ ამაზე ვინმე სერიოზულად იფიქრებს. რატომ არ უნდა იყოს ქუთაისში დედაქალაქი და რატომ არ უნდა ქონდეს ეს ფუნქცია ქუთაისს? მაშინ როცა სხვა არც ერთი ფუნქცია არ გააჩნია, არც არის მათი სამეფო ქალაქია. ქართულ მეფეთა საძვალე იქ არის. გესმის, ანუ თუ თამარ მეფის საფლავი მანდარის. ის და სხვაგან ვეძებთ. თუ ეს იდეა მიიღო ხალხმა, მე კენს ვიყრი ქუთაისის მერად.